შიდა პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკური დევნის აქტად აცხადებს გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვით დონორ ორგანიზაციებს გრანტის გასაცემად მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ. მესამე სექტორის წარმომადგენელთა პოზიცია, რომ მმართველი გუნდი დაანონსებული ცვლილებებით საერთაშორისო საზოგადოებას მოქალაქეების დახმარებას უკრძალავს, მედიას და სამოქალაქო სექტორს კი საქმიანობას უზღუდავს. ერთობლივი განცხადებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კანონპროექტი წინააღმდეგ ბრძოლა დაანონსა, თუმცა კონკრეტული გეგმა დღეს არ გამოცხადებულა. ის რაც დევნად ფასდება მესამე სექტორში, ფინანსების გამჭვირვალე მოძრაობის უზრუნველყოფაა ქართული ოცნებისთვის, რომლის ლიდერებმა უცხოელ დონორებს უკვე არაერთხელ მიუთითეს, რომ მათ მიერ გაცემული თანხებით ქვეყანაში ძალადობრივი ქმედებების დაფინანსება ხდება. არანაკლები რეზონანსი გამოიწვია იმავე საკანონმდებლო პაკეტის მეორე ნაწილმა, რომელიც დონორი ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური პარტიებისთვის სემინარების და ტრენინგების დაფინანსებასაც კრძალავს. საქართველოში უცხოელი დონორებისთვის გრანტების გაცემის წესი იცვლება. გრანტის გასაცემად დონორს მთავრობის ან მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირის ნებართვა დასჭირდება. ადრესატისთვის გრანტის მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში კი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მიღებული გრანტის ორმაგიოდენობით დაჯარიმდება. ახალი რეგულაციები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ თანხებზე, ასევე სპორტულ ფედერაციებზე და განათლების მიზნით მოპოვებულ გრანტებზე და სტიპენდიებზე არ გავრცელდება. შესაბამის ცვლილებებს ქართული ოცნების ავტორობით მომზადებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი კონკრეტულად კი გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას კიდევ უფრო განამტკიცებს და საქართველოში დესტაბილიზაციას და შესაძლო რევოლუციურ სცენარებს დააზღვევს. უზრუნველყოფილი იქნება, რომ ეს მოხდეს ქართული ხალხის ინტერესში და არა რომელიმე, არ ვიცი, სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფის ინტერესში. სამწუხაროდ არის ბევრი უპასუხისმგებლო დონორი, მისცემენ ფულს, შემდეგ ამ ფულით ხდება მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება, ხდება ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ხდება ძალადობრივი აქტები. ეკითხები დონორებს, ისინი ხელს იბალენ. ახალი საკანონმდებლო პაკეტის მეორე ნაწილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ან გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებს უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს. დაგეგმილი ცვლილებებით პოლიტიკური მიზნებისთვის სემინარების, ლექციების ან სხვა ღონისძიებების გამართვაც შესაძლებელი აღარ იქნება, რაც პარლამენტის თავმჯდომარის აზრით ქართულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ჩარევას და გარეთ ძალების ინტერესების გატარებას გამორიცხავს. ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, მათ შორის არჩევნების წინააღმდეგ, თუ როგორი ჩარევა ხდებოდა გარედან ჩვენს არჩევნებში, ჩვენს დემოკრატიაში, ხალხის მიერნების ფორმირებაში. სამწუხაროდ ეს იქცა ჩვეულ საქმედ, რომ ხდება დაფინანსება პოლიტიკური პარტიების, ხდება დაფინანსება საარჩევნო კამპანიის ქვეყნის გარედან. ამიტომ ამას რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი მოწესრიგება. პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეიძლება, მათ შორის ესეთი სემინარების თუ სხვადასხვა ასეთი ღონისძიებების სახით. ახალ საკანონმდებლო პაკეტს მწვავედ აკრიტიკებენ დაგეგმილი ცვლილების ადრესატები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ ბრიფინგზე გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ქართველი ხალხის დევნის აქტი უწოდეს და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა დაანონსეს. მათი შეფასებით ქართული ოცნების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტა და ქვეყნის სრულ იზოლაციაში მოქცევა. ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია ქართული ოცნების ტოტალიტარული სტილის კონტროლს. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას. წინააღმდეგობას გაუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სოლიდარობას ეძებენ, ამ სოლიდარობას ნახავენ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ.
მესამე სექტორის პათოს სრულად იზიარებს ოპოზიცია. მართველი გუნდის ოპონენტების აზრით, ქართული ოცნება რუსული მეთოდებით მოქმედებს, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას აფერხებს და ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა საშუალებით ცდილობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს ძალიან მძიმე ნაბიჯია. ჩვენ როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას საერთოდ არ გვაინტერესებს ეს საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არანაირ დაფინანსებას ბუნებრივია არც ესე ვთქვათ რაღაცა დონორულ თუ გარე ორგანიზაციებიდან ჩვენ არ ვიღებთ. ჩვენ სრულად ჩაკეტონ სივრცე, კარი გამოკეტონ და ბნელოთ აქში თავის შავი საქმეები აწარმოონ, ისე რომ კაციშვილი აღარ დარჩეს ამაზე მოსაუბრეთ. შიშსაგს დიდი თვალები ქართული ოცნებისთვის არის ყველაფერი მიუღებელი, რაც ემსახურება დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს, კრიტიკული აზრის არსებობას, ის რაც რა თქმა უნდა დემოკრატიის ნაწილია. ამიტომ ყველა გადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით, არის ავტორიტარიზმისკენ მიმართული ნაბიჯები. მარტივი და უტყუარი ტესტი, ის რაც ცუდია ამ ხალხისთვის, კარგია საქართველოსთვის, ასე პასუხობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპონენტების ბრალდებებს, რომლებიც ახალ ინიციატივას მორიგ რუსულ კანონ პროექტს უწოდებენ. როგორც მართულ გუნდში აცხადებენ, დაგეგმილი ცვლილებების მიზანი უცხოეთიდან არამიზნობრივად შემოსული თანხების გამოვლენა და სამომავლოდ მსგავსი ფაქტების პრევენცია. ქართული ოცნება ახალი რეგულაციების შემოღების მოტივად უახლოეს წარსულში შიდა პოლიტიკაში უცხოური ძალების ჩარევის კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს. ჩვენ ნახეთ აკერმანის ეგრეთ წოდებული ტრენინგები, სადაც რა ხდებოდა, ხო, გაცხადებული მიზანი იყო ზოგადად პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარება და რეალურად ხდებოდა რევოლუციებისთვის მომზადება, რევოლუციური საქმიანობების მომზადება და ამისი სწავლება. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთის მხრივ ვალდებულები იქნებიან, რომ თავიანთ საქმეს მიხედონ, სამოქალაქო საზოგადოების საქმეს მიხედონ და არა პოლიტიკურ საქმიანობას და მეორეს მხრივ პოლიტიკური პარტიებმაც გააკეთონ თავისი საქმე და არ იყოს ზოგიერთი NGO-ს პოლიტიკური გაგრძელება. ახალი საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს ხდომაზე გუშინ დარეგისტრირდა. გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მომავალ სასესიო კვირას სამივე მოსმენით დაამტკიცებს. ახალი საკანონმდებლო პაკეტი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.